მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ ვახო და დღეს ვიღებთ ისევ დაგიბრუნდით ფუტბოლ 2025-ით და საქართველოს თურქეთი მეგობრებო. ხვალ არის თამაში, ავწერე ხა ზუსტად 9-8 წუთზე. წუთია მეგობრებო. და წერ აგერ დაგანახებთ რა თქვა რაღაცა მე რომ რამე ვერ დავდო დღეს ან ხვალ რაღაცა ხო ამ ვიდეოს ვიღებთ 3 სექტემბერს 4 სექტემბერს არის თამაში 4 შაბათი და 5 შაბათს არის თამაშია ხო და მოდი ახლა მე დავიწყებ თამაში, იმედია მოვიგებთ და ეხლა მაინც მოვუგებთ თურქებს. იმედი მაქვს მოვუგებთ თურქებს. ეხლა და დავიწყოთ. მინდა ვინ თამაშობს ჯერ გადავხედოთ. არა, მიქაუტაძე უეჭველი უნდა ჩავსვათ. ის შემოვიყვანოთ კიდე. მოდი დავითაშვილი პირდაპირ არ გვინდა, მოდი მეგობრებო. თქვენ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი, დაგიბრუნდით ერთკვირიანი პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით მეგობრებო და გამოიწერთ აუცილებლად არხი. დავითაშვილი არ შემოვიყვანოთ, მოდი ჩაკვეტაძეც არ შემოვიყვანოთ, მე შემოვიყვანოთ მამარდაშვილი კვეკვესკირი აქ არ უნდა იყოს მექვაბიშვილი ჩავსვათ, მოდი კვეკვესკირის მაგივრად მეგობრებო და დავიწყოთ თამაში, იმედია მოვიგებთ. წავედით. იმედია მოვიგებთ. იმედია. ნუ ეხლა ცოტა გაგვეჭირდება, იმიტომ რომ ეხლა თურქებიც კაი გუნდია ახლა. ძალიან კაი არა, მაგრამ ცოტა არ დაგულერის მეშინია. და გათამაშა მეგობრებო, ხუჩო კვარაცხელია ბურთი. აქ ლობჟანიძე მიდის. მარცხენა ფლანგზე რაც უდა ჩააწოდა. სანცუდა ჩააწოდა. ოპა, კვარაცხელია მიიღო ბურთი, აქციის აქ ჯარიმარი ნიშნება. აქ კვარაცხელიას მიიწეს ბურთი. და ლობჟანიძეს ვერ ჩააწოდა კვარაცხელია, მაგრამ ართა აქ ართუნაშვილი აქ ლობჟანიძე დარტყმა კვარაცხელია და აიღო მეკარემ. ნახოთ გამეორება. აი რა ნახეთ, ცალი ხელით უპრობლემოდ აიღო მეკარემ ბურთი. კუთხურიდან აწოდებს კვარაცხელია, ჩახვეული და მექვაბიშვილი. დარტყი. კარა ბიჭო კიდე აიღო ამ მეკარემ, მეგადავები ბიჭო ნახეთ. რა მაგარ ბურთებს იღებს მეკარე. და კონდით კიდევ ჩახვეული და ვარტყათ აქ. ოპა, მეგადავები მიქაუტაძემ რა გოლი გაიტანა. კოჩორა იტანდა, ანუ კოჩორას უნდა დაერტყა, მაგრამ მიქაუტაძემ აქ და კოჩორამ ვაფშე ნახე რა გააკეთა. ასე ფეხები ორივე ფეხი აწიან და დაარტყა. ეგონა რომ ბურთი მაგასთან მივიდოდა, მაგრამ არ მივიდა ბურთი მაგასთან. სულ შემთხვევით გაიტანა მიქაუტაძემ და მიქაუტაძე საჭარიმოში ისევ გოლ აპარა. მეორე გოლი ეხლა გაიტანა გოლი. ხო და კუთხური ეხლა გაიტანა და ეხლაც კუთხური კი არა, ეხლაც გოლი გაიტანა. აპარა. დაწერეთ კომენტარებში. ვინ გაიტანს პირველი გოლს და რა დროს?
ნახეთ უბრალოდ. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო აუცილებლად. ვახიჯო. წამოვიდნენ. გულერი, წამოვიდა შეტევაში არა ცილა გარს. ძალიან კარგი. ცუდი დარტყმა იყო. ამიტომ იმიტომ რომ არაზუსტი იყო. მამარდაშვილმა გაათამაშა კარისკენ ბურთი, კაშია მიიღო. კვარაცხელიას გადაწოდა, მაგრამ კვარაცხელიამ ვერ მიიღო. კოჩორაშვილი. მიდი. კაკაპაძე. მაგრამ აიღო თურქების მეკარემ ბურთი. 36 წუთია და 2-0 ანგარიში. იმედია მართლა ასე მოხდება და გაიტანს ნიკოლტაძე გოლს. ნიკოლტაძე უეჭველი უნდა გაიტანოს გოლი ახლა. ოპა, კვარაცხელია საჭარიმოში დაარტყმა, მაგრამ ვერ გაიტანა გოლი. აისხლეტა რიკაშეტი იყო და აიღო მეკარემ ბურთი შემდეგ. ართუნაშვილი, მიქაუტაძე, ისევ ართუნაშვილი და დარტყმა უნდოდა, მაგრამ არაცადეს. ისევ ართუნაშვილი, მაგრამ ოფსაიდია ეს. თამაში გარე ფიქსირდება ქართველებისგან. დამადამ საჯმა 8 წუთი, რომელიც უკვე ამოიწურა და ამ თამაში ეგარ მომწონს, რომ უცებ ამოიწურება ხოლმე წუთები და რაღაცა. მოიცა ჯერ არ ამოიწურა, მაგრამ ცოტა ხანში ამოიწურება. კვარაცხელიამ რა მაგარი პასი გააკეთა კოჩორამ და გოლ. კოჩორა იყო, რა მაგარი პასი გააკეთა. კვარაცხელიას რა მაგარი პასი გაუკეთა. კი, კოჩორა იყო. აბა, ნახე ბიჭო. ნახე რა მაგარი პასი გაუკეთა კვარაცხელიას, საიდან გაუკეთა პასი. ხოდა მერე კვარაცხელიამ შეასრულა, რა თქმა უნდა. და ამოიწურა პირველი ტაიმი 3-0. გავანადგურეთ პირველ ტაიმში თურქები. 2 გოლი მიქაუტაძემ გაიტანა, 1 გოლი კვარაცხელიამ. ხო, შეგახსენებთ კიდევ თამაში იქნება მეგობრებო. 8 საათზე ხვალ 4 სექტემბერს. კარგად კი არ ვიცი, ამბობენ რომ 8 საათზეო, ზოგი ამბობს 5 საათზეო და წესერად არ ვიცი. ან 5-ზე იქნება, ან 8-ზე. ხო და რავი. კიტეიშვილი დავაყენოთ. დავაყენოთ კიტეიშვილი. ეცადე. კიტეიშვილი, კაი ხო აგერ იყოს. აქ იყოს. კიტეიშვილიც დავაყენოთ, მოდი. აქა ფლანგზე. მარცხენა ფლანგზე დავაყენოთ კიტეიშვილი. კოჩოლეიშვილი არ გვინდა, ჩაკვეტაძე არ გვინდა, იმიტომ ჩაკვეტაძე ითამაშებს. კაი, დავაყენოთ. ან არ დავაყენოთ, კაი. ეცადე კიდე ერთის დაყენება მინდოდა, მაგრამ ვეღარ ვიპოვე ერთამ. მიქაუტაძე, ზივზივაძეს დაყენება მინდოდა და მოდი მიქაუტაძე დავასვენოთ და ზივზივაძე გავიყვანოთ. აბა რა სიზამს ჩვენი ზივზივა? წავედით. დავაი, მიდი. ზივზივაძე ეგრევე ბურთთან ახლოს კაშია. ოპა, დაარტყმა თურქებისგან და ძალიან არაზუსტად. დიდი მანძილით ცდება კარს, კარი ბურთი კარს. დამეთყო მგონი ცოტა ხანი YouTube-ზე რო არ ვიყავი ლაპარაკზე.
თურქები გადმოვიდნენ შეტევაზე, მაგრამ კიტეიშვილმა არაცადა თავისი შეტევა. აქ დავითაშვილმა ზივზივაძემ დავითაშვილის უნდა და როგორ გადაცემოდა ბურთი, მაგრამ ვერ გააკეთა ზივზივაძემ ეს და რა დროს ეგას ჯარიმოში ვართ. ზივზივაძე დარტყმა. ოპა ცუდად რა ჩაჭრა თურქმა ფეხბურთელმა ჩვენი დარტყმა. აჰა, კიდე ჩაჭრეს თურქებმა და დავითაშვილი ეს არის 9 ნომერი დავითაშვილი, რომელმაც საჯარიმოში შევიდა და დიდი წვალების შემდეგ გაიტანა თუ ვერ გაიტანა წეხან გოლი. ეხლა გაიტანა, ეხლა ხო გაიტანა მაინც. წეხან თავისი დარტყმული თურქმა ფეხბურთელმა ჩაჭრა და არ გაატანინა, მაგრამ ბოლოს მაინც გაიტანა და თავისი გააკეთა. აქ ზივზივაძე დავითაშვილი ითხოვდა პას, კიდე წავიდა დავითაშვილი. წიტაიშვილი კი ნახამ გოლი ოდნავ კიდე უფრო დაერტყა, ხო გოლი იქნებოდა მეგობრებო, ანუ მიდიოდა კარისკენ, მაგრამ კარი მიუსწრო ბურთს. თორემ მე-5 გოლიც იქნება, რაღაც ხარ მგონია ხარ ეს თამაში რომ 4-0 და 5-0 და რაღაცა რომ დამთავრდეს, მაგრამ იმედია დამთავრდება, იმედი მაქვს. მე მინდა რომ დამთავრდეს. რა თქმა უნდა ყველას გინდათ. მე ვაფშე 10-0-ით მინდა. რომ შეიძლებადეს 80-0, 100-0 ვიტყოდი. ფეხბურთში რომ შეიძლებადეს როგორმე. რომ შეეძლოთ. ოპა! კიტეიშვილი, აბა რა. ლაპარაკში შემოგვეპარა ერთი გოლიც. კუთხურიდან ჩაწოდებული. მეორე გოლი უკვე. ძალიან კარგი. კიტეიშვილი და 5-0. იმედი მაქვს, მაგრამ 5-0 იქნება. რაცა სომხები 6-ით ერთ თამაშზე 6-1 მოუგეთ სომხებს და ამგესატო ვერ უნდა მოუგებთ მაშინ თუ მაგას მოუგეთ სომხებს და ზივზივაძე დაარტყა და მოიგერია მეკარემ. აუ გაბაგა კიდე ეს თამაში ატოფაკავს. როხული დავარტყათ და ისევ კიტეიშვილის უნდა დარტყმა, მაგრამ აქ თხილად უნდა ითამაშო. თხილად უნდა ვითამაშოთ. წიტაიშვილი ცხრიანში აჭედა, გაუშვა ცხრიანში. აპა რა სალტო უყურე, რა აღნიშნა. აპა რა. დავაი ხა, უნდა გამოიწეროთ მეგობრებო, არხი უნდა გამოიწეროთ და უნდა დაალაიქოთ ვიდეო და ამაზე კარგ ვიდეოებსაც დავდე ვიცოდეთ. აუცილებლად და კიდევ აქ რა ხდება ძმა? კვარაცხელია რებს შვება ზივზივაძე რებს შვება. ართუნაშვილი დარტყმა. უკომენტაროთ. რა ხდება ბიჭო? ოპა, ყველას ანიშნა ართუნაშვილმა რომ მის სიცივეა გაყინა თურქები ართუნაშვილმა. გაყინა. მიდი თქვენ ძმა შეცვალეთ თურქებო. 7-0 ამასობაში. მართლა ეგ რომ მოხდეს ბაო, მე არ ვიცი ძმა და მოვიგეთ ძმა თამაში. მოვიგეთ. აბა რა. 7-0 მოვიგეთ. ძალიან კარგი თამაში გამოგვივიდა. არ ვიცოდი თუ მოვიგავდით. კარგით მეგობრებო. წავედი დაგემშვიდობებით. თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ. გამოიწერეთ არხი და მე კი შეხვდებით შემდეგ ვიდეოებში. ნახვამდის.